სტრაბიზმი, იგივე სიელმე არის მხედველობის პათოლოგია, როდესაც თვალი ან მონაცვლეობით ორივე თვალი მუდმივად ან პერიოდულად გადახრილია უკაცრავად საფიქსაციო წერტილიდან. მკურნალობის გარეშე სტრაბიზმთან ერთად შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ოფთალმოლოგიური გართულებები ან მხედველობის დაკარგვა. სიელმის მიზეზი შესაძლოა იყოს შორს მხედველობა, ახლო მხედველობა, სტიგმატიზმი, ასტიგმატიზმი, თანდაყოლილი კატარაქტა, გადატანილი ანთება, ბადურას დაავადებები, ცენტრალურ ნერვულ სისტემის მიმდინარე ან გადატანილი პათოლოგიური პროცესები. სიელმე ბავშვებსა და მოზარდებს შეციქნება თემა, რომელზეც New Hospitals-ის რუბრიკაში ვისაუბრებთ. სტუდიაში შემოგვიერთდა ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი მაია საგინაშვილი. მოგესალმებით. გამარჯობა. ჩვენთან ერთად და თქვენგან გამომწვევთ სიელმი, ასე ვიცნობთ სტრაბიზმს, ხო? საზოგადოებაში რას მოიცავს ეს და რას გულისხმობს? სტრაბიზმი, ასე რომ ვთქვათ, წარმოადგენს მოტორულ სენსორულ პათოლოგიას, რომელიც გამოხატულია თვალის კაკლების სწორი მდებარეობის დარღვევით და მათი პარალელური მოძრაობის უნარის დარღვევით. ეს შესაძლოა ეხებოდეს მხოლოდ ერთ თვალს, ან და ორივეს, ოღონდაც მონაცვლეობით. რატომ მოტორული პათოლოგია? იმიტომ რომ თვალის კაკალი სწორ მდებარეობაში დგომას და მოძრაობას უზრუნველყოფს თვალის მამოძრავებელი კუნთების საშუალებით. თითოეულ თვალის კაკალს აქვს 6 მამოძრავებელი კუნთი. მათი ინერვაცია, ანუ მათი მოქმედების რეგულირება ხდება თავის ტვინიდან გამომავალი ნერვების საშუალებით. ამიტომ, როდესაც ლაპარაკია მოტორულ დაზიანებაზე თვალის მამოძრავებელი კუნთების, ეს დამაზიანებელი ფაქტორი შესაძლოა იყოს თავის ტვინიდან, შესაძლოა იყოს ნერვის პერიფერიულ მდებარეობაზე, ან და თვითონ კუნთის დაზიანებით იყოს გამოხატული. რას ნიშნავს სენსორული პათოლოგია? მხედველობის ანალიზატორი თავის ფუნქციონირების, მხედველობის ანალიზატორის სრულყოფილი შეფასებისთვის, ფუნქციონირების სრულყოფილი შეფასებისთვის ვიყენებთ ასეთ ტერმინს, რასაც ქვია ბინოკულური მხედველობა. ეს ტერმინი გულისხმობს ორივე თვალით ერთდროული მხედველობის უნარს და ამის განხორციელება თავის ტვინს მხედველობის ანალიზატორს შეუძლია მხოლოდ როდესაც ორივე თვალი დგას სწორ პოზიციაში ნებისმიერი საგნის ფიქსაციის დროს. როდესაც ხდება გადახრა საფიქსაციო ღერძიდან გარეთ, შიგნით, ზემოთ, ქვემოთ, მაშინ გადახრილი თვალიდან მიღებული ინფორმაციას თავის ტვინი არღებულობს და შესაბამისად ადამიანი აღიქვამს სამყაროს ერთი თვალით. ანუ ხდება წამყვანი ერთი თვალი და მეორე. ანუ გამოდის რომ გადახრილი თვალიდან მიღებული ინფორმაცია, ანუ ვიზუალური ინფორმაცია არასათანადოდ აღიქვამს? არ აღიქვამს. საერთოდ, იმიტომ რომ თავის ტვინს აქვს ასეთი ბინოკულური მხედველობა ზოგადად კარგად რომ განგიმარტოთ, დაბადებიდან სწავლობს ადამიანი თვალის კაკლების სწორად დგომის პირობებში. დაახლოებით 6-7 წლის ასაკამდე ეს უნარი უყალიბდება ბავშვს. მაგრამ ბავშვის თავის ტვინი არის უფრო პლასტიური, თუ და მას უფრო ადრე განუვითარდა სიელმე, ამას ახლავს თან გაორება. ანუ სხვადასხვა გადახრილი თვალიდან მიღებული ინფორმაცია, რომ მოხდეს თავის ტვინში, ერთსა და იმავე უბნების გაღიზიანება უნდა მოხდეს ქერქში, თავის ტვინის ქერქში, მხედველობის ანალიზატორში. თუ მოხდა სხვადასხვა უბნების გაღიზიანება, მათი ზედდება ვერ ხდება, ვერ ახერხებს ამას თავის ტვინი და ადამიანს უჩნდება გაორება. აქედან გამომდინარე, ბავშვის მხედველობითი ფუნქციები და ანალიზატორი უფრო პლასტიურია და ბავშვი უარს ამბობს გაურებული, გადახრილი თვალიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაზე და მუშაობას იწყებს მხოლოდ ერთი თვალით. თუ ბარემ ამ თემას ამოვწურავ, ძალიან საინტერესოდ საუბრობთ. თუ ორივე თვალს პრობლემა აქვს, ორივე თვალი გადახრილია, ასეთ შემთხვევაში კი ბატონო, ინფორმაცია მიდის. იმას რა იწვევს სიელმეს, და მე ეს თემა გამიხილავ. სიელმის გამომწვევი. და აი აქ სიელმის გამომწვევზე ვიკითხავ, ეკამ ჩამონათვალი თქვა, ვიდრე დაიწყებდა და ამ ჩამონათვალში არის თუ არა მემკვიდრეობითი ხასიათი სიელმის. იცით რა, მემკვიდრეობითი უფრო არის რეფრაქციული ანომალიებისადმი, ანუ შორსმხედველობა, ახლო მხედველობა, ასტიგმატიზმი, რასაკვირველი ატარებს დამემკვიდრებით ხასიათს და ამიტომ შესაძლოა რომ მე რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიელმი. გარდა ამისა, სიელმის გარკვეული ტიპები არსებობს, რომელიც განპირობებულია თვალის მამოძრავებელი კუნთების მიმაგრების ანომალიით, ანუ ანატომია აქ განსხვავებული, ან და თვითონ კუნთის განვითარების ანომალიით. რასაკვირველია ამ შემთხვევაში გენეტიკა აქაც დიდ როლს ითამაშებს, იმიტომ რომ ანატომია ყოველთვის პირველ რიგში გენეტიკით რეგულირდება. ასევე სისტემურმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს სიელმის განვითარება და ეს დაავადებებით ზოგიერთი მათგანი ხასიათდება გენეტიკური მემკვიდრეობის ხასიათით.
თქვენ მკითხეთ? არა, მიპასუხეთ უკვე რაც კითხეთ ამ გენეტიკურ დაზუსტებას, აი მოდი რა იწევს აი ეს ნაწილი გავშალოთ, სიელმეს რა იწევს ზოგადად? სიელმის გამომწვევ ფაქტორებს შორის ფიგურირებს ყოველთვის რეფრაქციის დარღვევები. ეს არის შორსხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი. ოღონდაც საშუალო და მაღალი ხარისხის რასაკვირველია დარღვევა. როდესაც ადამიანს აქვს დაბალი მხედველობა ერთ თვალში, მკვეთრად განსხვავდება მისი მხედველობები რეფრაქციული თვალსაზრისით. როდესაც არის განპირობებული მაღალი ხარისხის შორსხედველობა, მაგალითად, ამ დროს ვითარდება შიდა სიელმე. როდესაც არის არაკორეგირებული მაღალი ხარისხის ახლო მხედველობა, ამ დროს პირიქით აკომოდაციის სისუსტეა და ვითარდება გარეთა სიელმე. ანუ მხედველობითი დარღვევების ფონზე შესაძლოა რომ განვითარდეს სიელმე. სიელმის გამომწვევი მიზეზი თანდაყოლილი სიელმის მაგალითად შესაძლოა იყოს თანდაყოლილი დაავადებები, რითაც იბადება სიელმე პირველი ნიშანი ხდება საყურადღებო რო არის ნიშანი ხდება ამის. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი კატარაქტა, რომლის დროული დიაგნოსტირება და დროული ჩარევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზარმაცი თვალის განვითარების პროფილაქტიკაში. მოდი აი დიაგნოსტიკას შევეხოთ. ვიცით რომ ახალშობილებში ხშირად არის სიელმე, რასაც თავიდან ესე არ ექცევა ყურადღება რაღაც პერიოდის მანძილზე დასწორდება. აი ამის დიფერენცირება როგორ ხდება და როდიდან არის მნიშვნელოვანი რომ მივიდეს მშობელი თქვა ბავშვის შემთხვევაში ეკეთ. ამოდით ასე დავსვათ საკითხი. სიელმის შემჩნევისთანავე არ უნდა დაიწყოს მშობელმა თვითონ გამოსავლის ძიება და უნდა მივიდეს სპეციალისტთან აუცილებლად, იმიტომ რომ არაპროფესიონალს და შესაბამისი განათლების არ მქონე ადამიანს გაუჭირდება შეაფასოს რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადახრა, ეჩვენება მას თუ რეალურად არსებობს. რაც შეეხება ახალშობილებში ესეთ არადისოცირებულ მოძრაობას, რასაკვირველია ეს არსებობს. ამისთვის მშობლებს შეუძლიათ ელემენტარულად დააკვირდეს ახალშობილი რამდენად აფიქსირებს რაღაც საგანს, დედის სახეს, მიადენებს თუ არა მას თვალს, აქვს თუ არა შესაბამისი რეაქციები და ასე შემდეგ. ზოგადად ბავშვებში, რა თქმა უნდა, ჩვილობის ასაკში და შემდგომ უკვე ძალიან ისეთია უფრო მკაცრად დასმული კითხვაა ხოლმე, თუ არის ერთი თვალის მუდმივი გადახრა საფიქსაციო ღერძიდან, ის თვალი ნამდვილად ჩამორჩება მხედველობაში და მას რაც შეიძლება დროულად ჭირდება ექიმის დახმარება. რას ნიშნავს დაგვიანებული მიდგომა, რა შედეგამდე მიდის და პროგრესირება რამდენად ახასიათებს პრობლემას, ხო? აი ამ კუთხით რა ფორმები არსებობს სიელმის და შესაბამისად რა არის საყურადღებო? დიახ, სიელმის დაგვიანებული მომართვიანობა თვითონ სიელმის პათოლოგიას არ ამძიმებს, იმიტომ რომ ბოლო გამოსავალი ქირურგია და შესაძლებელია რომ ქირურგიულად გამოვასწოროთ კოსმეტიური ნაკლი. აქ ფუნქციონალურ დარღვევებზეა ის რაც თავიდან ვახსენე სენსორული პრობლემა, იმიტომ რომ გადახრილი თვალიდან პაციენტი არ ღებულობს ინფორმაციას და ის თვალი ითრგუნება ფუნქციონალური განვითარება, იმიტომ რომ თვალი ანატომიურად ჯანმრთელია, ნახულობდა თვალს არანაირი პრობლემა არ ჭირს სტრუქტურულად, მაგრამ ვერ ხედავს, იმიტომ რომ ფუნქცია ვერ განვითარდა, როგორც თვითონ ორგანოს დონეზე ვერ განვითარდა ნერვული უჯრედების აქტივობა, ისე თავის ტვინის ანალიზატორში, ქერქულ ანალიზატორში არ მოხდა ამ ფუნქციების განვითარება და ჩამოყალიბება. მიდგომები და მკურნალობის მეთოდები ბავშვებსა და ზრდასრულებში რამდენად განსხვავდება ერთმანეთს? დიახ, ზრდასრულებში მწვავედ განვითარებული სიელმე შესაძლოა იყოს განპირობებული თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების, რომელსაც აუცილებლად სწრაფი რეაგირება ჭირდება. ასევე შესაძლოა განპირობებული იყოს ენდოკრინული დაავადებით, მაგალითად თირეოტოქსიკოზის დროს ხდება თვალის მამოძრავებელი კუნთების ფიბროზული გადაგვარება, მათი სტრუქტურის შეცვლა და ეს იწვევს თვალის მდებარეობის ეს ნელ-ნელა იწყება, რამდენად პროგრესირებს და როდის არის საყურადღებო? სამწუხაროდ არიან პაციენტები, რომლებსაც გამორჩათ ის ზოგადი სიმპტომები, რაც თირეოტოქსიკოზს ახასიათებს და მხოლოდ როდესაც თვალის მხრივ სიმპტომები წამოვა სახეზე, მე მიმართავენ ექიმებს. ასე რომ ნელ-ნელა ვითარდება. აი ასეთ შემთხვევაში, დასრული პაციენტების შემთხვევაში თუ სიელმე გამოწვეულია სხვადასხვა პრობლემით, იმ პრობლემის მოგვარება სიელმეს აგვარებს თუ სიელმე რჩება? რჩება ხოლმე. ნაწილობრივ აგვარებს, მაგრამ რჩება. ასევე ზრდასრულებში შესაძლოა ტრავმა გახდეს მიზეზი. მაგალითად, სახიძვლის მოტეხილობამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის კაკლების გარშემო ქსოვილების წანაცვლება, კუნთების დაზიანება და ამან შეიძლება გამოიწვიოს სიელმის განვითარება. ოღონდაც
ზრდასრულებში მოულოდნელად განვითარებული სიელმე 1 წლის, 2 წლის, 3 წლის ბავშვებთან განვითარებული სიელმისგან განსხვავდება სიმპტომატიკით, იმიტომ რომ მოზრდილ ადამიანს, რომელსაც ბინოკულური მხედველობა უკვე ჩამოყალიბებული აქვს, ეწყება ტანჯველი გაორება, ოღონდ არ ვაჭარბებ ამ სიტყვას, მართლა იტანჯებიან, იხვევენ ცალთვალს და ისე დადიან, იმიტომ რომ ორად ეჩვენებათ ყველაფერი. ასეთ შემთხვევაში მართვა რასაკვირველია, მაშინვე არ იგეგმება ქირურგიული ჩარევა, იმიტომ რომ გამომწვევი მიზეზი უნდა აღმოიფხვრას. ტრამვული დაზიანების დროს ველოდებით, რომ ნერვულმა სისტემამ რაღაცნაირად მოახერხოს თავისი რესურსი ამოწუროს და მერე ანუ რადიკალურია ყოველთვის ქირურგიული ჩარევა. გაორების შემთხვევაში, როდესაც ზრდასრულ ადამიანებს ეწყებათ გაორება სიელმის განვითარების გამო, არსებობს სათვალეების გარკვეული სათვალის კორექციის გარკვეული. ეს არის პრიზმული სათვალეები, რომლებსაც ახასიათებთ გამოსახულების ერთი ადგილიდან მეორე მხარეს გადანაცვლება და ამის საშუალებით ვეხმარებით მხედველობის ანალიზატორს, რომ მოახდინოს შერწყმა, ანუ ფუზია ამ ორი გამოსახულების და აღარ ქონდეს ასეთი გაორება. კიდევ იწყებენ აი ზრდასრული ადამიანების სიმპტომატიკა, ერთ-ერთი გაორების კომპენსირებისთვის თავის იძულებითი პოზიციის არჩევას, თავის დახრას, დაწევას ან მოხრას დაზიანებული. კურნალობას რო შევეხოთ, რა ეტაპებს მოიცავს ის და როდის მივდივართ თქვენ თქვით, რომ ქირურგია უკვე რადიკალური ფორმაა. ხო, აი მანამდე რა ეტაპებია და როდის? პირველ რიგში აუცილებელია სრული დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკა უნდა მოხდეს, ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ მხედველობითი ფუნქციები, მთლიანად დაწყებული რეფრაქციები და დიაგნოსტიკაც საკმაოდ ხანძრი ნერვი, ბადურა, ყველაფერი ის რაც სტანდარტულად კეთდება ოფთალმოლოგიურ გასინჯვის დროს, ამბულატორიული კონტროლის დროს. შემდეგ ხდება სიელმის კუთხის განსაზღვრა, სიელმის ტიპის დადგენა, თვალის მამოძრავებელი კუნთების მუშაობის ფუნქციონირების შეფასება, რამდენად სწორად მუშაობენ ეს კუნთები და შემდგომ უკვე იგეგმება. თუ ეს არის განპირობებული სათვალის, რა თქმა უნდა, მოხდეს კორექცია, შეირჩეს სათვალე და ნახოთ როგორ გამოსწორდება მხედველობა თითოეულ თვალში და ბოლოს უკვე გადავდივართ რადიკალურ მეთოდზე, რაც შეეხება ქირურგიულ ჩარევას. ეს უკვე ხორციელდება თვალის მამოძრავებელ, ანუ ექსტრაოკულურ კუნთებზე, მათი შესუსტების, გაძლიერების, გადანაცვლების, ან ტრანსპოზიცია ხდება, მიიღწევა თვალის კაკლების სწორი ჩვენთვის ასურველი მდებარეობდა პაციენტის დასწრების. შედეგი რაზეა დამოკიდებული და რამდენ პროცენტზე გადის ასეთ ქირურგიაში? შედეგი სიელმის ქირურგია რასაკვირველია არის ის, რომ კოსმეტიკურად მივიღოთ თვალის კაკლების სწორი მდებარეობა და მათი მოძრაობის პარალელურობა იქნას მიღწეული. იდეალური შედეგია, როდესაც ორივე თვალით კარგად ხედავს პაციენტი და თუ ის ბინოკულური მხედველობაც ჩამოუყალიბდა მას, გარკვეული ხარისხით შეიძლება სრულყოფილი არა, მაშინ ესეც ქირურგიის ძალიან დიდი მიღწევაა. შევეხოთ ნიუ ჰოსპიტალსის შესაძლებლობებს და დიაგნოსტიკაში და იგივე ქირურგიულ ჩარევაში თუ მკურნალობაში რა როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ამ კუთხით ნიუ ჰოსპიტალსი რას თავაზობს? ნიუ ჰოსპიტალსის სტრაბიზმის მიმართულებით მომუშავე ექიმთა გუნდი არის ძალიან კვალიფიციური, ესეთი გამოცდილი გუნდია. აღჭურვილია და შეიარაღებულია ეს გუნდი მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული სისტემებით, აპარატურით, რომელთა საშუალებითაც ხდება მხედველობის სისტემის ყველა პათოლოგიის, ყველა ესეთი ნიუანსის გარკვევა. ასევე ეს აპარატურა აღჭურვილია მთელი რიგი ტესტებით, რომელთა საშუალებითაც ხდება აი ამ მხედველობის ანალიზატორის გამოკვლევა, ბინოკულური მხედველობების შეფასება, აი ამ პრიზმული კორექციის შერჩევა და შესაბამისად უკვე როდესაც დადგინდება, რომ რა ტიპის სიელმესთან გვაქვს საქმე და რა სტრატეგია უნდა ავირჩიოთ, რასაკვირველია მერე ქირურგიული გზით ხდება. ხო, თუმცა ქირურგიულ ჩარევამდე სანამ მივალთ, მთელი რიგი პროცედურები და ქმედებები არის თქვენი გუნდის მიერ ახორციელებული, რამაც შესაძლოა არ მიიყვანოს პაციენტი ქირურგიულ ჩარევამდე. ალბათ აქ ყველაზე ესეთი ტიპი, რომელიც სათვალით სწორდება და სათვალე დროული მიმართვა ყველა შემთხვევაში ეს იქნება. მივიდეთ სპეციალისტთან. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა.